რენოს ახალი ავტომობილის სახელი დავის საგანი გახდა. მოსარჩელი მხარე მოითხოვს, რომ ავტოკომპანიამ თავის ახალ პროდუქტს ზო არ უწოდოს, რადგან ის ქალის სახელია და ამის გამო მათ მთელი ცხოვრება პრობლემები შეექმნებათ. პარიზის სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ადვოკატი კი უკან დახევას არ აპირებს და განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილებით ავტოგიგანტ რენოს უფლება აქვს თავის ახალ ავტომობილს ზო უწოდოს, რომლის აკრძალვასაც ავტომობილის მოსახელე და მოგვარი ადამიანები მოითხოვდნენ. რენოს ახალი ავტომობილის მოდელი ფრანკფურტის ავტოსალონზე 2009 წელს წარმოადგინეს. იგეგმებოდა, რომ მისი სერიული გამოშვება 2012 წელს დაიწყებოდა. ავტოკომპანიის გეგმები ორი ოჯახის სარჩელმა შეაფერხა, რომლის ქალიშვილებსაც ზო და რენო ქვიათ. ამ ოჯახებს სახელების დაცვის ასოციაციამაც დაუჭირა მხარი. ყველაზე გასაოცარი დამთხოვა კი ის აღმოჩნდა, რომ ასოციაციის პრეზიდენტის ქალიშვილსაც ზო ქვია. მოსარჩელე მხარებმა სასამართლოს მიმართეს, რადგან მიიჩნევენ, რომ მათი ქალიშვილები მთელი ცხოვრება დაცინვის ობიექტები იქნებიან. საჩოთიროა, რომ ავტომობილსა და მათ ერთნაირი სახელები ერქვათ. მათი ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა და ის აუცილებლად მიმართავს ზემდგომ სააპელაციო სასამართლოს. ეს განაჩენი უსამართლოა და ჩვენ მას აუცილებლად გავასაჩივრებთ. სასამართლომ გადაწყვეტილება ასე ახსნა, რომ აკრძალვა მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა დაწესებულიყო, თუ ის საზოგადოებრივ წესრიგს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა. კუბის მონაცემებით საფრანგეთში დაახლოებით 30,000 ქალბატონს ზო ქვია და კომპანიის გადაწყვეტილება ყველა მათგანის შეურაცხყოფაა. რენოს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ გოგონებს თანაუგრძნობენ, თუმცა ზო ჯერ მხოლოდ პროტოტიპის სახელია, რომელიც დაუსრულებელი ვარიანტია და გასაყიდად არ გამოსულა. თუმცა ეს სახელი იმიტომ შეარჩიეს, რომ ის მოკლე და ადვილად დასამახსოვრებელია.